ვინაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველიან ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას არი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ რაცინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხით ტურბოზავრებო შევხვდეთ თავ გადასავლეს სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები იცი რომ ქალაქში დრონების შეჯიბრების მოწყობას აპირებენ მართლა ეს ზერს უნდა ვუთხრათ ყველაფერი გავიგონე რა შეჯიბრება იქნება გაზომავენ ფრენის მანძილს ტვირთის გადატანის სიზუსტეს და მსგავს რაღაცებს მიყვარს ტვირთის გადატანა იღებ ტვირთს მიფრინავ ცდილობა არ დააზიანო ზერ ფრენის მანძილშიც არ მყავს ბადალი თქვენ შეჯიბრებისთვის ემზადებით? რა თქმა უნდა ვემზადებით. ჩვენი დროინი თქვენს ჯობია, თქვენმა ტვირთიც კი ვერ შეინარჩუნა. არა უშავს, კიდევ ვივარჯიშებთ. კარგი, შეჯიბრებაზე გამოჩნდება ვინაჯობებს. ადგილის რუგა ქარის სიჩქარე ამინდის პროგნოზი სხვათა შორის პროგნოზის მიხედვით შეიძლება ჭექაქუხილი იყოს უგრძნობ ჩემს ნიჭსარენდობით უფრო მალე გავიმარჯვებ ვიდრე ჭექაქუხილი დაიწყება ჩვენ შევძლებთ შეჯიბრების ყურებას რა თქმა უნდა გვერდზე შესანიშნავი მანქანების ადგომია ბაშა ტურბოზავრებო წინ გამარჯობა სტეპან პეტროვიჩ თქვენ იღებთ მონაწილეობას გამარჯობა ბავშვებო ხო გამხიარულება გადავწყვიტე ძვირფასო მაყურებლებო ამ დღის მთავარი შეჯიბრების დრო დადგა უკვე დაიწყო ჯერ არა დაიმალე ჩვენ გეტყვით როცა დაიწყება ჭექაქუხილი ჩქარა თავშესაფარში სერი არ დაბრუნებულა კავშირზეც არ გამოდის უნდა ვიპოვოთ მთელი არემარე დავათვალიეროთ ტურბოზავრებო წინ ზერი უნდა გადავარჩინოთ რთული ამოცანაა მაგრამ შეუძლებელი არაფერია მოვიფიქრე პანდუსიან ბორცვს ავაშენებთ ან კი მასიავა და ზერს ჩამოხსნის მე და თორი ბორცვს გავაკეთებთ ტრაკ შენ პანდუს ფილებით გაამაგრებ ტურბოზავრებო წინ იმუშავეთ ეს ხომ ზერი არ არის ეს ფედიას და ბორიას დრონია ზერი კავშირზე გამოვიდა ზერს ათხარ გავიჭედე ვერ ვინძრევი გეოლოკაციას გამოგიგზავნით ძალიან სუსტი სიგნალია მაგრამ ახლა ზუსტად ვიცით სად არის წინ
დარწმუნებული ხართ, რომ სწორი კოორდინატები მივიღეთ? არსად არ ჩანს. არ ჩანს, მაგრამ აქ უნდა იყოს. შესაძლოა ლიუქსში ჩავარდა და მილში გაიჭედა. ამას მხოლოდ ერთი ხერხით შევამოწმებთ. მე და თორი მილებს ამოვთხრით. ანკი მათ ზევით ამოიტანს. ტრაკი კი შეამოწმებს თურბოზავრებო. წინ! მე და ვიცოდეთ რა დამემართა. ეს ნათურების შემომეხვია და ქარმა წამიღო. კინოამ დავიღუპე. არც კი ვიცი ახლა რა დამიბრუნებს თავდაჭერებულობას. გადაწყვიტეს თავიდან ჩაატარონ დრონების შეჯიბრება, მაგრამ ვფიქრობ ზერმა მეორედ არ უნდა გარისკოს. როგორ? მე ხომ ამ ქვეყნად ყველაზე მამაცი პტერადაქტილი ვარ. თავდაჯერებულობა დაუბრუნდა. ნაყინი სასწაულებს ახდენს. ასეთი სიცხე იურულ ეპოქაშიც არ ყოფილა. ვინ არის ბოლო გასარეცხად? ჩემ შემდეგ იქნები. დო, მალე დაამთავრებ. იურული ეპოქის შემდეგ გასულ დროსთან შედარებით ძალიან მალე. გასაგებია. საღამომდე აქ დაბანას ვერ მოვასწრებ. ტბაზე წავალ. მართალია, მეც ტბაზე მინდა. მეც მინდა. მეც ტბაზე წამოვალ, მეც მინდა. მოიცადეთ. მეც თქვენთან ერთად წამოვალ. ცხელა. მაგარია. ნამდვილი ეგვიპტური პირამიდა ააშენეთ. როგორც წიგნშია, ეგვიპტელებს კიდევ წყალსადენი ჰქონდათ, რომელიც ბორბლის მეშვეობით მუშაობდა. შეგიძლიათ ასეთი გააკეთოთ? არ მესმის როგორ მუშაობდა, მაგრამ ვიცი, ვის უნდა ვკითხო. დინოზავრები ხომ ყველა ეპოქას მოესწრნენ. გამარჯობა. რას აკეთებთ? საბანაოდ მოვედით, ტბა კი თითქმის დაშრა. ტბაში კობრები ცხოვრობენ, ისინი ხომ დაიღუპებიან. ტბა უნდა გადავარჩინოთ. ტბაში წყალი უნდა დავამატოთ. ძველ ეგვიპტეში წყალსადენი ხომ გაქვთ ნანახი? მრავალი წელია ვცხოვრობთ, მაგრამ მთელი ცხოვრება ამ ტყეში გავატარეთ. ეგვიპტეში არ ყოფილვართ. ზერ, შენ რა ტანსიბხან? კი ისერ სჭიმავს, რომ უფრო ლამაზი გახდეს ჩემსავით. რაღაც მსგავსი მინახავს. საით მიფრინავ? მართალია, შემეშალა. გმადლობ თორ. სად გაფრინდა? ზერს ყველა კი ვერ გაუგებს. როგორ მუშაობდა წყალსადენი? აი რა უნდა გავიგოთ და მერე მისი მსგავსი გავაკეთოთ. არ ვიცი რა არის, მაგრამ გენიალური ფოტო გადავიღე. იდეალური რაკურსია. შენ ყოველთვის ყველაფერს იდეალურად აკეთებ. მაშინაც კი როცა არ იცი, რას აკეთებ. ეს ძველებური წყლის წისქვილია, მაგრამ გონია რომ ტოტებიანი კუნძია გაჭედილი და ბორბალს ხელს უშლის. მივხვდი როგორ უნდა ავაშენოთ წყალსადენი. ოღონდ დიდი შრომა მოგვიწევს. ტურბოზავრებო, წინ! ტრაკ, ამ შრალი მორებისგან ფიცრები უნდა გაკეთდეს. ფიცრებისგან კი სადინარი უნდა გაკეთდეს წყლისთვის. მერე შენ და თორი სახტენებს დადგამთ, ანკი კი ზედ სადინარს მოათავსებს. შესანიშნავი წყალსადენია. წყალი სად არის? მოიცადე ზერ, ყველაფერს ერთად ნუ მოინდომებ. თორ,
ეს ხედაჭერი და გული გამობურღე, გამოვა კასრები. ტრაკი და ანკიკი კასრებს პორბალზე დაამაგრებენ. ახლა კი ზეერ, ბულს დაეხმარე მორს გვარელი გამოსდოს. შენ კი ბულ, ფრთხილად გამოკაჩე. წყლის გაშვებაში დავეხმარე. სწორად მოვიქეცი, რომ პირსახოცი წამოვიღე. წყალი არ წყდება. მალე იქ ნამდვილი ზღვა გაჩნდება, პალმები, პლაჟი. საღამოს ყველაფრის დაშლა მოგვიწევს, რომ ტბა არ გადაიფსოს. ახლა კი წისქვილს რა მოუვა? საღამო მშვიდობისა, სტეპან პეტროვიჩ. გამარჯობა, ბავშვებო. შეხედეთ, ბორბალი ისევ ტრიალებს. ხო. ძველი წისქვილის სამუზეუმო იშვიათობაა. მომეჩვენა. სამუზეუმო იშვიათობაა. იდეა მაქვს. წისქვილი მუზეუმად უნდა გადავაკეთოთ. მოგესალმებით ყველას ახალ მუზეუმში. რა მშვენიერი დღეა. აბა, დავიწყოთ დილის ვარჯიში. რატომ ღაც არ მინდა ვარჯიში? წავალ გავირუჯები. შეხედე, ანკი! რა კარგად დაფრინავს ზერი. ნეტა მეც ვისწავლო ფრენა. მაგარია, ეთხოვან დავიძინე და ეს მესიზმრება. მაგარია. როცა გავიღვიძებ, აუცილებლად ვთხოვ ზერს ფრენა მასწავლოს. ზერ, დამელოდე. ანკი! ანკი, შენ რა დაგეძინა? ზერ, ახლა სიზმარში ისე დავფრინავდი. შეგიძლია მასწავლო. ფრენა? რა პრობლემა? ახლა გასწავლე. სანამ ფრენას შეუდგები, უსაფრთხოების ტექნიკის კურსი უნდა გაიარო. ფრენა როდის უნდა ვისწავლოთ? მოიცადე, ჯერ უსაფრთხოების ტექნიკა. მაშასე. ესე. კითხვები გაქვს? ანკი, შენ რა გძინავს? ვის ძინავს? ყურადღებით გისმენ. მაშინ შეგვიძლია ფრენაზე გადავიდეთ. აფრინდი ოღონდ ძალიან მაღლა არა. მე ხომ ფრენა არ ვიცი. შენი უსაფრთხოების ტექნიკით საბოლოოდ დამაბნიე. ისიც დამავიწყდა, რომ ფრენა არ იცი, მაგრამ არა უშავს. რამეს მოვიფიქრებთ? აი, ხომ გითხარი, რამეს მოვიფიქრებთ მეთქი? დარწმუნებული ხარ, რომ ეს უსაფრთხოა? რა თქმა უნდა, ეს ხომ მუხის კერქია. ის რკინაზე უფრო გამძლეა.
პატარა შეცდომა გაიპარა. სიჩქარეს რომ აკრებ უნდა გაფრინდე. გამარჯობა, მეგობრებო. ზერი და ანკი სად არიან? ცოტას დააფრინდები. გასაფრენი ბილიკი ცოტა მოკლე აღმოჩნდა. სხვა დროს გამოვა. და რა ხდება საერთოდ? ახლა ვიაგიხსნით ყველაფერს. ანკი მთხოვა მისთვის ფრენა მესწავლებინა. ჰოდა ზერ, ურიკასი ადვილად ვერ აფრინდება. მას ტრამპლინი სჭირდება. ტრამპლინი? ეს არის მოედანი, სადაც ანკი სტარტს აიღებს. ეს ურიკის თავკავია. ეს ტრამპლინის სამაგრია. ეს კი ის მოედანია, სადაც ანკი დაეშვება. მართლა გავფრინდები? რა თქმა უნდა. რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ტურბოზავრებო, წინ! მაშასე ბული და თორი ტრამპლინისთვის მოედანს მოამზადებენ. ტრაკი და ანკი მასალას მოაგროვებენ. ზერი და დო დაშვების ადგილს მონიშნავენ. გარანტიოზული ამბავი იქნება. წარმატებას გისურვებ, ანკი. ფრთხილად იყავი. დელტა პლანი არ დაკარგო. ის ბებია საყვარელი სუფრისგან გავაკეთეთ. უნდა დააბრუნო. მოემზადე? ყურადღება? წინ! ანკი! 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 ვაშა! აშა! ფრთხილად მარჯვნივ, მარჯვნივ, მარცხნივ, მარცხნივ. აი, ასე. ფრენა გასწავლე. ძალიან მაგარი იყო. შენ შეგიძლია სიმძიმე მისაწევა მასწავლო. ადვილად. მაგრამ ჯერ უსაფრთხოების ტექნიკა უნდა აითვისო. ეს რა არის? კატამ SMS-ი მოგწერა. გახსენი? ეს ვინ არის? და ენას რატომ მიყოფს? ბებია, სმაილია. სიტყვების მაგივრად იყენებენ, შეხედე? კატამ მოგწერა, რომ კარგ ხასიათზეა. კიდევ ენა გამოგიყო. ვუპასუხოთ? აუცილებლად. აბა, სად არის აქ ეს სმაილები? კი, მაგრამ ბებია, ენას რატომ მიყოფ? შენ რატომ მიყოფ ენას? მან პირველმა დაიწყო. ახლა აღარც დავრეკავ, აღარც დავწერ, სმაილებს დავხატავ. ხო, მართლა. საგზაო სამსახურს ეს დიდი ხნის წინ უნდა აეღო. აი ასე, წვეთავს უნდა შეკეთდეს. აი ასე. უნდა შეიღებოს, ხე უნდა მოირწყას. ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს სმაილები. ცხელა. ტბაზე წავიდეთ. ტურბოზავრებო, წინ! ადი მოუაროთ. შეჩერდით, აიცადეთ. ეს რა არის? რაღაც ნახატებია ქვებზე. გუშინ აქ არაფერი არ ყოფილა? იქნებ წერილია. წერილში კი წერია, რომ მიწა უნდა გავთხაროთ და ქვები გადავაადგილოთ? ო, რა იყო? იქნებ ვინმეს უნდა, რომ ეს ქვები ამოვთხაროთ და გზიდან მოვაშოროთ. ეგ ვინმე ვინ არის? აი მისი ხელმოწერა, გატეხილი ჰანტელია. ალბათ ვიღაც ძალოსანია. ფიქრობს, რომ ამ ქვების ამოთხრას ვერ შევძლებთ. და შევძლებთ? კი, შევძლებთ.
ჩაუშვი. ასია. ახლა სადმე უნდა დავაწყოთ? იქნებ ტბაზე წავიღოთ. ამ ქვებიდან გადმოვხტები ხოლმე. მეც. ისე წერილია და საიდუმლო ნახატები. ნიჩბიანი კაცია. უნდა გავთხაროთ? ამას ცოცხი უჭირავს? იქით უნდა წავიდეთ. შემომხედეთ. ახლა მე ბაღე ვარ. შეჩერდი, ფესვები, მიწაში მეორე მხრიდან ჩადე. მზად არის. დავამთავრეთ. არ უნდა მორწყათ? ახლავე. აი ასე. ყველა დავალება შესრულებულია, სასარგებლო ნიშნები ყოფილა. ბებიამ ნახატი გამოგზავნა. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ უნდა გავმარგლოთ. და ხელმოწერა 2 ბალი. კარგი გატეხილი ჰანტელი. ბალი. იქნებ სათვალე. აი თურმე ვინდა ხატა ნიშნები. და ჩვენ არ გვეკუთვნოდა. სხვისი სამუშაო შევასრულეთ. ეს რა არის? დეკორაციებია? საწასულ ხართ, პეტა. დინოზავრები? კარგი, ვნახოთ. კატია. ზერ, პეტია და კატია დღეს არ მოვლენ. ბორიასთან, ფედიასთან და დეი და ნორასთან ერთად ქალაქში მიდიან. თეატრის ბილეთები აქვთ. ვიცი, ყოველი შემთხვევისთვის დავუძახე. როგორ შეიძლება თეატრში წასვლა, როცა გარეთ ასეთი არაჩვეულებრივი ამინდია? ხვალ კიდევ უკეთესი ამინდი იქნება. თეატრში კი ძალიან საინტერესოა. ისინი გაერთობიან, ჩვენ კი მარტო ვართ ამ უღრან ტყეში. უკვე მომენატრნენ. გაფრინდების შორიდან მაინც შევხედა. ტრანსლაცია ჩართე. ჩვენც მოგვენატრნენ. ავტობუსმა რომ დაიგვიანოს? სპექტაკლის დასაწყისისთვის ვერ მოვასწრებ და ბილეთები დაგვეკარგება. ფედია, არ ენერვიულო. ავტობუსი ზუსტი განრიგით დადის. არა, ჩვენ სახლში ვრჩებით, მულტფილმებს ვუყურებთ და ნაყინს შევჭამთ. მორჩა, მოვედით. სასწრაფოდ საგზაო ხელოსნები უნდა გამოვიძახოთ. თეატრში გვაგვიანდება. განაცხადი მივიღეთ. სარემონტო ბრიგადა 1 საათში მოვა. დიახ, ძალიან გელოდებით. მე მგონი ჩვენს მეგობრებს პრობლემები აქვთ. განაცხადი მიიღეს, სარემონტო ბრიგადა 1 საათში მოვა. მაგრამ ვერ მოვასწრებთ, სპექტაკლზე და გვაგვიანდება. რა კარგად წავედით თეატრში, ეს ანიშნავია. დეი და ნორა, დარეკე თეატრში, უჩვენოდ არ დაიწყონ. სპექტაკლის ნახვა მინდა. პეტია. გზის მონაკვეთი, რომლითაც თეატრში უნდა მივსულიყავით, ჩავარდა. დავინახეთ. ზერმა ყველაფერი გადაიღო.
სასტრაფოდ თუ არ შევაკეთებ, თეატრში დაგვაგვიანდება. ბულ, დღეს შენ ხარ უფროსი, შენი იმედი გვაქვს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. მიწის ზურა, ცუნამი, ტორნადო გზა ჩავარდა. ბილეთები იკარგება. შვიდად ზერ. ვფიქრობ გზა გრუნტის წყალმა ჩარეცხა. მე იკარენაირი წყალი არ მინახავს. აბა, ცუნამი იყო? ავარიის აღმოსაფხრელად მილი დაგჭირდება. ტრაკ, დო, დღეს თქვენი დახმარება არ დაგჭირდება. ჩვენ საქმიანობას აქ უყურებთ. ზერი ტრანსლაციას უზრუნველყოფს. რა ცუდია. კი ბატონო, თუ რამე აკავშირზე ვართ. ჯერ გზის დაზიანებულ მონაკვეთს გავწმენთ. შემდეგ ანკი დააყენებს მილს, რომ წყალი დაუბრკოლებლად მიედინებოდეს გზის ქვეშ. მე მილს მიწას დავაყრი. თორი კი საგზაო საფარველს დატკეპნის. რთული ამოცანა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. რა თქმა უნდა, ტურბოზავრებო, წინ! სად არიან ეს მშენებლები? ახლა ნამდვილად ვეღარ მოვასწრებთ. შვიდად, ნამდვილად მოვასწრებთ. მე ბევრად უკეთ დავტკეპნიდი. მე კი მილების საუკეთესო ჩამდები ვარ. ადგილები დაიკავეთ, მივემგზავრებით. მარჩა! უკვე შეაკეთეს. შესანიშნავი სპექტაკლი იყო. ლურჯ ფრინველზე. საინტერესოა გზების რემონტზე თუ არსებობს სპექტაკლი. ოჩახ, მაგრამ შემდეგ ჯერზე თქვენ დაისვენებთ. მე და ტრაკი ვიმუშავებთ. ზერი კი ყველაფერს გადაიღებს. შესანიშნავია. ყველას აქვს უქმე დღეები და მხოლოდ ზერი მუშაობს დასვენების გარეშე. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.